გავაკეთოთ ახლა 503 ამოცანა. წავიკითხოთ. მდგუშის ფართობია 24 სანტიმეტრი კვადრატი. აქ სურათია მომცემული. ჰაერის მოცულობა ცილინდრში 240 სანტიმეტრი კუბია. წნევა კი ატმოსფერული სტოლი 100 კილოპასკალი. რა ძალა უნდა მოვდოთ მდგუშზე, რომ იგი დავაკავოთ 2 სანტიმეტრით მარცხნივ. ეს პირველი კითხვაა, მეორე მარჯვნივ. ჩავწეროთ მოცემულობა. ეს იგი S-ი არის 24 სანტიმეტრი კვადრატი. მოცულობა ჰაერისა ცილინდრში 240 სანტიმეტრი კუბი. წნევა ატმოსფერული სტოლია, პენოლით აღვნიშნოთ 100 კილოპასკალი, ან 10-ის მეხუთე ხარისხად პასკალი. ხო, და დელტა L ეს არის რამდენითაც გადავადგილებთ მდგურს, არის 2 სანტიმეტრი. და რა ძალა უნდა მოვდოთ, რომ შევაკავოთ მარცხნივ რო გადავადგილებთ 2 სანტიმეტრით, პირველი კითხვა იყო და მეორე კითხვა არის, როდესაც მარჯვნივ გადავადგილებთ. მოდით დავხატოთ სურათი. ესე იგი, ეს არის რაღაცა ცილინდრი. აქ არის ესე იგი გაკეთებული მდგუში. აი ეს შეიძლება მოძრაობდეს აქეთ იქით. აქ არის ჰაერი მოთავსებული. აი ეს ფართობი არის მოცემული, აი ამ მდგუშის ფართობი, ეგ იგივე რაც ცილინდრის ფუძის ფართობი და ამ ჰაერის მოცულობა და აქ წნევა. მოდი წარმოვიდგინოთ, თავიდან ესე იგი მარჯვნივ წნევა, რადგან ღია არის ცილინდრი, ატმოსფერული სტოლი არის, მარცხნიდან პირობის თანახმად ასევე ატმოსფერული სტოლი არის, ამიტომ ეს მდგუში წონასწორობაში არის და გაჩერებული არის. ეხლა რა მოხდება, როდესაც თქვათ 2 სანტიმეტრით გადავადგილებთ, შევკუმშავთ ამ ჰაერს. ესე იგი, ეს მანძილი არის დელტა L უდრის 2 სანტიმეტრს. ჰაერი შეიკუმშება, ამიტომ წნევა გაიზრდება. მოდი ვნახოთ, რამდენით გაიზრდება ესე იგი ეს წნევა. რამდენით კი არა, რა გახდება წნევა იმის მერე, როდესაც ეს წნევა გაიზრდება. როდესაც ჰაერი შეიკუმშება. ეს პროცესი იზოთერმული არის, ესე იგი მუდმივ ტემპერატურაზე მიმდინარეობს, ამიტომ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბოილ-მარიოტის კანონი. ესე იგი, პენოლი საწყის მოცულობაზე V-ზე უდრის P პირველი შეკუმშვის შედეგად წარმოშობილი წნევა გამრავლებული V პირველზე. ეხლა V პირველი რა იქნება? ეს არის რა მოცულობაც იყო თავიდან, ამას გამოკლებული აი ამ ნაწილის მოცულობა. ეს არის S-ი გამრავლებული დელტა L-ზე. ამიტომ აქედან შეიძლება დავწეროთ, რომ პენოლი გამრავლებული V-ზე უდრის P პირველი გამრავლებული V-ს მინუს S-ი დელტა L-ზე. და აქედან შეგვიძლია ვიპოვოთ აი ეს წნევა, რომელიც ექნება აირს შეკუმშვის შემდეგ. ეს გამოვა პენოლი V-ზე შეფარდებული V-ს მინუს S-ი დელტა L-ზე. ეხლა ვნახოთ აი ამ მდგურზე უკვე შეკუმშულ მდგომარეობაში რა ძალები მოქმედებენ. ერთი არის აი ამ გაზი, რადგან შეკუმშული არის, ის აწვება აი ამ მდგურს გარკვეული ძალით. ეხლა ეს ძალა იქნება P პირველი, ეს არის F-ი გაზის მხრიდან ძალა, გაზის ძალა შეფარდებული მდგუშის ფართობზე. აქედან გაზის მხრიდან მოქმედი ძალა, ეგ იქნება P პირველი გამრავლებული S-ზე. ეს ერთი ძალა არის, რომელიც მარცხნიდან მარჯვნივ იქნება მიმართული. აი ეს არის F გაზის. გარდა ამისა, მარჯვნიდან აქეთ აწვება, ესე იგი ატმოსფერული წნევა, ამიტომ ატმოსფერული წნევა ქმნის ატმოსფერულ ძალას. მოდი აღვნიშნოთ ეს, F0-ით აღვნიშნოთ ეგა. ეხლა თავიდან ხო წონასწორობა იყო, ეს რადგან შეიკუმშა გაზი, ეს გაზის მხრიდან წნევა ამ მდგურზე მარცხნიდან მარჯვნივ გაიზრდება, ამიტომ უკვე ეს F0 ვეღარ გაწონასწორებს F გაზს და ამიტომაც ჩვენ
უნდა დავეხმაროთ, ესე იგი ამ ატმოსფერულ წნევას და ამიტომ აქეთ მარჯვენა მარცხნივ უნდა ვიმოქმედოთ რაღაცა F პირველი ძალით. აი ჩავწეროთ ახლა წონასწორობის პირობა ამ ჯგუშის. ესე იგი F პირველი ძალა პლუს ატმოსფერული წნევით შექმნილი ძალა, ამას ეს გაწონასწორებული არის გაზის მხრიდან მოქმედი ძალით. ესე იგი აქედან F პირველი ტოლი იქნება, ესე იგი F გაზისა მინუს F 0 ატმოსფერული წნევით გამოწვეული ძალა. ასე რომ ეს F პირველი საბოლოოდ შეგვიძლია დავწეროთ, რომ უდრის აი F გაზის არის P პირველი S-ზე, P პირველი S-ზე, ამას ესა დამატებული, თუ უბრალოდ გამოკლებული P0 გამრავლებული S-ზე. ნუ P პირველი გვაქვს აგერ ნაპოვნი არის. შევიტანოთ ესე იგი აქა, ნუ ეს შეგვიძლია გავიტანოთ და F1 იქნება S-ი P პირველს მინუს P ნულოვანი, ანუ ეს იგივე არის რაც S-ი P0 V-ზე შეფარდებული V მინუს S დელტა L მინუს P ნულოვანი. ნუ შეგვიძლია ესევე დავტოვოთ, ესე იგი პრინციპში, მაგრამ ნუ შეიძლება გავამარტივოთ, აი მოდი დავწეროთ გამარტივებული. ეს არის S-ი, ეს არის საერთო მნიშვნელზე რომ მივიყვანოთ V-ს გამოკლებული S-ი დელტა L-ზე, P0 V-ს მინუს P0 გამრავლებული V მინუს S დელტა L. ეხლა აქ რო გავხსნათ ეს ფრჩხილები, მექნება საბოლოოდ ესეთი ფორმულა F პირველი უდრის S-ი P0 S დელტა L შეფარდებული V მინუს S დელტა L. ხო, აი ესეთი ფორმულა არის, ესე იგი საბოლოოდ და ეგ შეგვიძლია ეს მნიშვნელობები შევიტანოთ და აქედან გამოვითვლით ძალას. თუმცა ახლა მანამდე ცხადია, უნდა გადავიყვანოთ ეს ფართობები სანტიმეტრ კვადრატები და სანტიმეტრ კუბი, უნდა ასევე სანტიმეტრები მეტრებში უნდა გადავიყვანოთ. ესე იგი, ნუ 1 მეტრი გაგახსენებთ არის 10-ის მეორე ხარისხად სანტიმეტრი, ამიტომ 1 სანტიმეტრი არის 10 მინუს მეორე ხარისხად მეტრი კვადრატი, ესე იგი 1 სანტიმეტრი კვადრატი არის 10 მინუს მეოთხე მეტრ კვადრატი, ხოლო 1 სანტიმეტრი კუბი არის 10 მინუს მეექვსე ხარისხად მეტრ კუბი. ნუ ეს ყველაფერი აქ შეგვიძლია შევიტანოთ და ყველაფერს ერთ სისტემაში მივიღებთ. ეს პირველი ვარიანტი იყო. ეხლა მეორე ვარიანტი რა იქნება? მეორე ვარიანტი გავს ამას, მაგრამ ის განსხვავება არის, მოდით ეს იყოს თქვა თავდაპირველი მდებარეობა ამ ჯგუშის, მერე ჩვენ გადავიყვანეთ მეორე მდებარეობაში, აი აქეთ გადავიყვანეთ, უკვე გავადიდეთ, ანუ გაიზრდება მოცულობა. ესე იგი ეს დელტა L არის, ასე რომ V მეორე, როდესაც მარჯვნივ გადავწევთ ჯგურს იქნება V-ს პლუს S დელტა L. ეხლა განსხვავება ეხლა იქნება ის, რომ წნევა შემცირდება. დავწეროთ ეხლა რის ტოლი გახდება. P0 V იქნება P მეორე V პლუს S დელტა L. ასე რომ P მეორე ტოლი იქნება P0 V შეფარდებული V-ს პლუს S დელტა L. ნუ კარგით, ეხლა რა მდგომარეობა გვაქვს? რა ძალები მოქმედებენ? ცხადია, ესე იგი ეს აირის მხრიდან მოქმედი წნევის ძალა შემცირდება, ეს დაპატარავდება. იმიტომ რომ წნევა შემცირდა. ატმოსფეროს მხრიდან მოქმედი წნევის ძალა F0 როგორც იყო ისევ ის დარჩება. ეს გაზის წნევა შემცირდება, F გაზისა შტრიხი გახდება. ეხლა ცხადია, რომ ჩვენ ეხლა ამას უნდა დავეხმაროთ, ასე რომ ჩვენს მხრიდან მოდებული ძალა F მეორე უკვე ამ მიმართულებით იქნება.
ამიტომ ახლა დაიწერება, რომ F მეორე პლუს F გაზისა შტრიხი იქნება F0-ის ტოლი. ანუ F მეორე იქნება F0 იქნება F0-ს მინუს F გაზისა შტრიხი. ნუ ახლა შევიტანოთ, ესე იგი F0 ეს არის P0 S-ზე მინუს P2 S-ზე. ნუ ეს ისევ გავაფშხილებს გარეთ P0-ს მინუს P2. ახლა აქ შეგვიძლია ჩვენ შევიტანოთ, ესე იგი P2 S-ი P0-ს მინუს P2 არის P0V V plus S delta L. ნუ ეს გამოვა S-ი V plus S delta L. გამოვა P0V plus P0S delta L minus P0V. ესენი გაიკვეცება და შედეგი გვექნება ეგეთი S-ი P0S delta L V plus S delta L. ეს არის F მეორე. კარგით. ეხლა 504 ამოცანა. 504 ამოცანა. როცა ატმოსფერული წნევა 750 მმ ვერცხლისწყლის სვეტის ტოლი იყო, ვერცხლის დონე მილში 5 სანტიმეტრით მაღლაა, ვიდრე ჭურჭელში. მილში ვერცხლის ზემოთ ჰაერის სვეტის სიმაღლე კი 71 სანტიმეტრია. იპოვეთ ატმოსფერული წნევა მეორე დღეს, თუ მილში ვერცხლის დონემ 1 სანტიმეტრით აიწია. ჭურჭლის დიამეტრი მილის დიამეტრზე გაცილებით მეტია. ხო, აი მოდი ჩავწეროთ მოცემულობა. ესე იგი, ატმოსფერული წნევა P0 პირველი არის 750 მილიმეტრი ვერცხლისწყლის სვეტის წნევის ტოლია. დონეთა სხვაობა დელტა-ში დავუნიშნოთ. არის ესე იგი 5 სანტიმეტრის ტოლი. მე ნახაზს გავაკეთებ და აგიხსნით, ესე იგი. L ჰაერის სვეტის სიმაღლე 71 სანტიმეტრია. ხო, ნუ მოდით ეს A-შით ავუნიშნოთ, ეს დელტა-ში, A-შით ავუნიშნოთ დონეთა სხვაობა. ხოლო შემდეგ დღეს დელტა A-ში შეიცვალა, ვერცხლის დონემ 1 სანტიმეტრით აიწია. ეს არის 1 სანტიმეტრი დელტა A-ში. ხო და უნდა ვიპოვოთ, როგორ შეიცვალა ატმოსფერული წნევა P0 მეორე რისი ტოლი არისო. აგიხსნით, ესე იგი, აი წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს ესე იგი რაღაცა დიდი ჭურჭელი, აქ ასხია ვერცხლის წყალი და ჩადგმული არის ამაში მილი, ნახეთ, ზედა მხრიდან დახურული არის. ნუ ისე არის მოწყობილი, რომ აი ნახეთ ვერცხლის წყალი მილში, აი ეს არის A-ში 5 სანტიმეტრით მაღლა, ვიდრე აი ამ ჭურჭელში. ეხლა ხო, ეს კი არის L-ით არის აღნიშნული ჰაერის სვეტის სიმაღლე. აი ეს აქედან აქამდე. ნუ აქ ჰაერი არის შიგნით მოთავსებული. ხო, ეხლა მოდი ნახოთ თავიდან, ეს ხო გაჩერებული არის ეს დონე, ხო? ეხლა ეს დონე გაჩერებული არის, ეხლა მოდი ვნახოთ აი ამ დონეზე, აი თავისუფალ ვერცხლისწყლის თავისუფალი ზედაპირის დონე სად არის? აი ნახეთ, არის O შტრიხი, აი თქვათ ეს არის. აი ეს დონე არის ზედაპირი ჭურჭელში. აი ამ დონეზე ზევიდან აწვება ამას ატმოსფერული წნევა P0, ამიტომ ამ დონეზე ყველგან წნევა ერთ და იგივე არის. ესე იგი, მაშინ აი ამ წერტილში, აი ნახეთ შიგნით, იგივე O შტრიხ დონეზე შიგნით წნევა ატმოსფერული ტოლი არის. ახლა მაგ ატმოსფერულ წნევას რა ქმნის? შევხედოთ, P0 პირველი. ამას ქმნის აი ამ H სიმაღლის ვერცხლის სვეტი, რო ვერცხლის წყლის
ჟ აში პლუს შიგ ყოფი აირის წნევა პლუს p პირველი. აქედან აი ამ წონასწორობის პირობიდან ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ აი ამ p პირველის მნიშვნელობა, ასე რომ p პირველი ტოლი არის p0 პირველს, ესე იგი ატმოსფერულ წნევას გამოკლებული რho ვერცხლის წყლისა ჟ აში. ესეთი სიტუაცია იყო პირველ დღეს. მერე აი გვერდზე დავხატავ აი ამ სურათს. მერე მოცემული არის რომ აი ნახეთ ეს დონე ეს 5 სანტიმეტრი იყო 1 სანტიმეტრით ზევით ავიდა. აი ეს არის ის დელტა აში. ესე იგი აქედან აქამდე აი ამ დონიდან აქამდე ახლა იქნება აშ პირველი რაღაცა. ხო, ახლა ისე ანალოგიურ ხო, აი ეს რო ზევით ავიდა, ცხადია აქ ყოფი ჰაერი შეიკუმშებოდა, იმიტომ რომ მოცულობა დაპატარავდა ამისი. ხო, ამიტომ ესე იგი მე შემიძლია დავწერო მეორე დღეს ატმოსფერული წნევა რაღაცა სხვა მნიშვნელობის ტოლი არის. p0 2 არის. ახლა ეს p0 2 რითი არის გაწონასწორებული? რho ვერცხლის წყლისა ჟ აშ პლუს დელტა აში, იმიტომ რომ ვერცხლის სვეტის სიმაღლე გაიზარდა. პლუს p მეორე. ეს p მეორე არის აი ამ უკვე მეორე მდგომარეობაში აირის წნევა. ამიტომ p2 იქნება p0 2-ს გამოკლებული რho ვერცხლის წყლისა ჟ აშ პლუს დელტა აში. ხო, ახლა შევხედოთ აი ამ აირს. ნუ აქ იგულისხმება რომ ტემპერატურა არ შეცვლილა, ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ იზოთერმული პროცესის გამტოლება, ბოილ-მაირის კანონი. ესე იგი p პირველი v პირველზე უდრის p მეორე v მეორე. ეს p პირველი p მეორები აი ეს სიდიდეები არის აქ რომ აქ. ეხლა ჩავწეროთ რა არის v პირველი. v პირველი არის s-ი გამრავლებული l-ზე, იმიტომ რომ l-ი იყო თავიდან ჰაერის სვეტის სიმაღლე. v მეორე იქნება s-ი l-ს მინუს დელტა აში, იმიტომ რომ მოცულობა შემცირდება, რადგან ეს ვერცხლისწყალი შიგნით შევა დელტა აშით. ჩავწეროთ ახლა ეს ყველაფერი. ხო, ახლა ნუ შევიტანოთ, ესე იგი აქ თქვა აი p პირველი s-ი l-ზე უდრის p მეორე s-ი l-ს მინუს დელტა აში. და p პირველი და p მეორეც შევიტანოთ. ესე იგი p პირველი იქნება p0 პირველი მინუს რho ვერცხლის წყლისა ჟ აში s-ი l-ზე უდრის p0 2 მინუს რho ვერცხლის წყლისა ჟ აშ პლუს დელტა აში. აქ ორმაგი ფშხილები დაგჭირდა. გამრავლებული s-ი l-ს მინუს დელტა აში. ნუ ეს s-ები აქ პირველ რიგში გაიკვეცება s-ები. ეხლა გარდა ამისა მე შემიძლია ატმოსფერული წნევა აქ პირდაპირ მოცემული არის მილიმეტრ ვერცხლის სვეტებში. ამიტომ p0 პირველს წარმოვიდგენ ესეთნაირად, რომ ეს არის რho ვერცხლის წყლისა ჟ-ზე და აი 750 მილიმეტრი. მოდი ავნიშნოთ ესეთნაირად, რომ l ნუ მოდით ეს h დიდით ავნიშნოთ. h დიდი 1 ეს არის 750 მილიმეტრი, ანუ რაც იგივე არის 75 სანტიმეტრი. ხოლო და ამის გამოყენებით p0-ს ჩავწერ რho ვერცხლისა ჟ h დიდი 1. ხოლო p0 მეორეს მეორე დღეს ატმოსფერულ წნევას რho ვერცხლის წყლისა ჟ-ზე hx-ი. აი ეს hx-ი არის საძიებელი სიდიდე ვერცხლის სვეტებში გამოთვლი მე ახლა ამ წნევას. ეს უფრო მოსახერხებელია, რომ უფრო ადვილი გამოსათვლელი იქნება. აი ნახეთ, p0-ის მაგვირად მე შემიძლია აქ შევიტანო რho ვერცხლის წყლისა ჟ-ზე h1 მინუს რho ვერცხლის წყლისა ჟ-ზე h-ი l-ზე უდრის
რო ვერცხლის წყლისა ჟ-ზე h(x) მინუს რო ვერცხლის წყლისა ჟ-ზე h პლუს დელტა h და L-ს მინუს დელტა h. აი შეხედეთ, ახლა რო ვერცხლის წყლისებიდან გამოაქვს ხილებს გარეთ, მარცხენა მხარეს და მარჯვენა მხარესაც გავა და დავწერ რო ვერცხლის წყლისა h1 მინუს h L-ზე უდრის რო ვერცხლის წყლისა hx მინუს h პლუს დელტა h. გამრავლებული L-ს მინუს დელტა h. ეხლა აი ეს რო ვერცხლის წყლისები გაიკვეცება, h1 იყო 75, h არის 5 სანტიმეტრი, ესე იგი 75-ს მინუს 5, L არის 71, უდრის, ხო ეს hx არის აქ ამოდიში, უდრის hx მინუს, ეს გამოვა 6, იმიტომ რომ 1 სანტიმეტრი ძევით ავიდა, ეს გამოვა 70. ესე იგი აქ გამომივიდა 70-71-ზე უდრის გამრავლებული 70 hx მინუს 6-ჯერ 70. ნუ გადმოვიტანოთ ეს მარცხენა მხარეს, გვექნება 70 ესე იგი 6-ჯერ 70, ესე იგი 70 შემიძლია გავიტანოთ ჭრილებს გარეთ, 71 პლუს 6, 71 პლუს 6 უდრის 70 hx. ნუ ეს 70-თან გაიკვეცება და hx გამომივა 77. ნუ ეგ სანტიმეტრებშია ყველაფერი, ასე რომ ატმოსფერული წნევა პენოლ მეორე. თურმე მეორე დღეს აღმოჩნდა 77 სანტიმეტრი ვერცხლის სვეტის წნევის ტოლი. ნუ ეს შეგიძლიათ მერე პასკალებში გადაიტანოთ. ესე იგი ეს არის ნუ ამ 770 მილიმეტრი ვერცხლის სვეტის წნევის ტოლი. კარგით, ეხლა 505 ამოცანა. კომპრესორი ატმოსფეროდან ყოველ წამში შეიწოვს 3 ლიტრ ჰაერს, რომელსაც აწვდის 45 ლიტრა მოცულობის ბალონს. რა დროის შემდეგ გახდება წნევა ბალონში ატმოსფერულზე 9-ჯერ მეტი? საწყისი წნევა ბალონში ატმოსფერული სტოლია. ჩავწეროთ მოცემულობა. ესე იგი თუ T არის, ესე იგი 1 წამი, V0, ესე იგი 1 წამში რასაც აწვდის, ეს არის 3 ლიტრის ტოლი. ბალონის მოცულობა, მოდი V-ი ავნიშნოთ, არის 45 ლიტრის ტოლი. და საბოლოო წნევაო P-ი ავნიშნოთ. ის არის 9-ჯერ მეტი ვიდრე ატმოსფერული წნევა, რომელსაც პენოლით ავნიშნავ. და ჩათვალეთ, რომ თავიდან ბალონში ატმოსფერული წნევის ტოლი ჰაერი იყო. ხო, ესე იგი რამდენ დროში მოხდება ეს, რომ წნევა გაიზრდება 9-ჯერ მეტი ვიდრე ატმოსფერული წნევა არის. აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ის ჩვენი ბალონი, აი ეს არის ბალონი, რომელიც რაღაცნაირად იტუმბება ატმოსფეროდან და აი მოდით აი ესეთნაირად დავხატავ ფიგურალურად, რომ აი ეს იყო ის მოცულობა, რომელიც საბოლოოდ ჩაიტუმბება აქ. თუმცა თავდაპირველად აქაც იყო გარკვეული ჰაერი. ესე იგი, რადგან ფაქტიურად რა მდგომარეობა მაქვს მე, ესე იგი, თავდაპირველი მდგომარეობა არის შემდეგი, ჰაერი მაქვს აქ და აქ, ეს მოცულობა რაც ჩაიტუმბა, მე არ ვიცი, მოდით აი ეს აღვნიშნოთ VX-ით.
მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავდაპირველად წნევა აქ, იმიტომ რომ ეს ატმოსფეროდან არის აღებული და აქ არის ატმოსფერული წნევის ტოლი. ამიტომ თავდაპირველად ის მთელი გაზი, რაც საბოლოო ჯამში აქ აღმოჩნდება, თან საწყის მდგომარეობაში სანამ ბოლომდე ჩაიტუმბება, ეს აირი იკავებს რა მოცულობას? V-s plus Vx. აი ეს მოცულობა აქვს მაგას დაკავებული. ხოლო წნევა მისი არის პენოლი. საბოლოოდ ეს გაზი აღმოჩნდება V მოცულობაში და წნევა იქნება 9-ჯერ პენოლის ტოლი. მასადამე ჩვენ გვაქვს აირი ორ მდგომარეობაში, აი მოცემული მასის მქონე აირი გვაქვს ორ მდგომარეობაში. ერთხელ არის ატმოსფერული წნევის ქვეშ და უკავია V-s plus Vx მოცულობა და ესე იგი მერე ეს მთელი გაზი აღმოჩნდება აი ამ V მოცულობის ჭურჭელში. ეს პროცესი არის იზოთერმული, ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ ბოილ-მარიერის კანონი. ეს იგი პენოლი საწყის მოცულობაზე V-s plus Vx უდრის 9-ჯერ პენოლი გამრავლებული V-ზე. ნუ აქ პენოლები გაიკვეცება, აქ მექნება V-s plus Vx უდრის 9-ჯერ V-ს, აქედან Vx გამომივა 8-ჯერ V. ესე იგი ეს რა მოცულობაა? ის რაც ატმოსფეროდან იქნა წამოღებული. ეხლა მე თუ ვიცი რომ ერთ წამში 3 ლიტრა აი ეს ვენოლ მოცულობა იქაჩება, აი ამ Vx-ისთვის რა დრო დაჭირდება? ნუ ეს შემიძლია პროპორციით გავიგო, ესე იგი თქვათ ერთ წამში თუ იქაჩება ვენოლ მოცულობა, x დროში ჩამოიქაჩება Vx მოცულობა, ასე რომ x იქნება Vx გაყოფილი V0-ზე, ეს იქნება წამებში, იმიტომ რომ აქ ეს ერთი წამი არის. ეგ არის ჩვენი პასუხი, ასე რომ x იქნება 8V შეფარდებული V0-თან. V შეფარდებული V0-თან. ამდენი წამი. კარგით, 506 ამოცანა. V მოცულობის ჭურჭელში ტუმბავენ ჰაერს დგუშიანი ტუმბოთი, რომლის ცილინდრის მოცულობა არის V0. რა წნევა იქნება ჭურჭელში n ჩატუმბვის შემდეგ? ჭურჭლის საწყისი წნევა პენოლ გარე წნევის ტოლი არის. ეს ნუ გავს წინა ამოცანას. ესე იგი, მოდი დავხატოთ ისევ სურათი. გვაქვს ჭურჭელი, რომლის მოცულობა არის V და ეს იტუმბება V0 მოცულობის ცილინდრით და ისა დღუშით და სულ n-ი ჩატუმბვა მოხდა, ასე რომ ატმოსფეროდან რა მოცულობა იქნება წამოღებული? თუ ერთი ჩატუმბვის დროს V0 მოდის, სულ n ჩატუმბვა მოხდა, ამიტომ ატმოსფეროდან nV0 ჩატუმბვა მოხდება. ამიტომ nV0 მოცულობის ჰაერი დაემატება იმას, რომელიც აქ იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მთელი ჰაერი აი აქ რაც იყო და აქ რაც იყო, აღმოჩნდება აი ამ V მოცულობის ჭურჭელში. ხო, ნუ თავიდან ეს რადგან ატმოსფეროდან მოდის, ცხადი ატმოსფერული წნევა აქვს ამას. ამაში გვითხრეს, რომ საწყისი წნევა ატმოსფერული სტოლი არის. აქ რაღაცა უცნობი წნევა იქნება Px. მოდი ჩავწეროთ, საწყისი წნევა იყო P0, მოცულობა საწყისი არის V-s plus n-ჯერ V0, ეს უდრის Px გამრავლებული V-ზე. ასე რომ საბოლოო წნევა საბოლოო წნევა, რომელიც დამყარდება, Px იქნება V-s plus n-ჯერ V0 შეფარდებული V-ზე. აი ეს ხო და გამრავლებული P0-ზე.
ეს იყო 506 ამოცანა. ეხლა 507 ამოცანა. აშ სიმაღლის დახურული ცილინდრული ჭურჭელი გაყოფილია ორ ტოლ ნაწილად უწონო დგუშით, რომელიც ცილინდრში ხახუნის გარეშე მოძრაობს. დგუში დაამაგრეს და ჭურჭლის ორივე ნაწილი აავსეს აირით, ისე რომ ერთ ნაწილში აირის წნევა n-ჯერ მეტია ვიდრე მეორეში. რა მანძილზე გადაადგილდება დგუში, თუ მას გავათავისუფლებთ? აი, მოდი დავხატოთ ეს იგი სურათი. ეს არის ცილინდრი, რომელიც შუაზე არის გაყოფილი დგუშით, რომელსაც თავისუფლად შეუძლია მოძრაობა. ესე იგი, ესეც V არის მოცულობა, ესეც V არის მოცულობა, ხო? ერთ-ერთ მხარეს წნევა n-ჯერ მეტი არის ვიდრე მეორე მხარეს. მოდით ამის წნევა აღვნიშნოთ n p1-ით, ეს იყოს p1. ცხადია, რომ აქედან უფრო დიდი ძალა იმოქმედებს დგურზე მარცხნიდან მარჯვნივ ვიდრე მარჯვნიდან მარცხნივ, ამიტომ ესე იგი თუ ეს არ არის შეკავებული, ეს გასრიალდება და მე გახსნეს, ესე იგი ეს გახსნეს რაც ნიშნავს, გაათავისუფლეს ესე იგი ეს დგუში და ეს დგუში გადაადგილდება იქეთკენ, სადაც უფრო დაბალი წნევა არის და როდის გაჩერდება მისი გადაადგილება? გაჩერდება მაშინ, როდესაც წნევები გათანაბრდება. ასე რომ საბოლოო მდგომარეობაში წნევა აქ P2 არის და აქეთაც P2 არის წნევა. ხო, ეხლა მოდით ჩავწეროთ რა მოხდა, ესე იგი გაზებში. ეხლა აქ ნახეთ სინამდვილეში ორი გაზი გვაქვს. ერთი არის მარცხენა მხარეში ჩაკეტილი, რომელიც ფართოვდება და მეორე გვაქვს მარჯვენა ნაწილში ჭურჭლისა, რომელიც ესე იგი პირიქით იკუმშება. აი ეს გადაადგილება, ეს მოცულობის ცვლილება აღვნიშნოთ დელტა V-ი. ხო. ეხლა აქ იყო მოცემული აი ამ ცილინდრის აი ეს სიმაღლე, ესე იგი აშით არის ეს აშით აღვნიშნოთ ეგ. ამაგას მე გავითვალისწინებთ ამას. მოდი ჩავწეროთ აი ამ დგუშისთვის. ამისი საწყისი წნევა არის n-p1, მოცულობა რომელიც მაგას უკავია არის V და ეხლა ეს გაზი აი ამ მდგომარეობაში იქნება. ეს არის P2 V plus delta V. აი ახლა დავწეროთ აი ამ მარჯვენა გაზისათვის. მისი წნევა იყო P1, მას ეკავა V მოცულობა. ეხლა საბოლოოდ აქვს P2 წნევა, V minus delta V მოცულობა აქვს მაგას. ეხლა თუ მე თქვათ აი ზედა განტოლებას ქვედაზე გავყოფ, მე მექნება ეს P1-ები გაიკვეცება, n უდრის, აქ P2-თან გაიკვეცება, V plus delta V შეფარდებული V minus delta V-ზე. ჯერ დავწეროთ V რა არის. V არის S-ი H ნახევარზე. Delta V კი არის S-ი გამრავლებული X-ზე. X-ით აღვნიშნოთ აი ეს მანძილი, რამდენზედაც გადაადგილდა. ამიტომ n-ისთვის მექნება S-ი H ნახევარზე plus S-ი გამრავლებული X-ზე. აქ ნიშნულში არის S-ი H ნახევარზე minus S-ი გამრავლებული X-ზე. ეს შეიძლება გავამარტივო იმით, რომ გადავწერო კიდევ ერთხელ n უდრის, S-ი გავიტანოთ ჩხილებს გარეთ, H ნახევარი plus X-ი, S-ი H ნახევარი minus X-ი. S-ები გამეკვეცება და მივიღე ეგეთი თანაფარდობა. n-ი არის H ნახევარი plus X-ი, H ნახევარი minus X-ი. მოდით მივიყვანოთ საერთო მნიშვნელზე, ესე იგი ეს არის
n-ჯერ a-ში ნახევარი მინუს n-ჯერ x-ი უდრის a-ში ნახევარი პლუს x-ი. ნუ ეს nx-ი იქით გადავიტანოთ, a-ში ნახევარი აქეთ გადავიტანოთ და მექნება n-ჯერ a-ში ნახევარი პლუს 1 უდრის x-ი n პლუს 1, ხო, ეს a-ში არის, არა გვერიოს. აქედან x-ი ტოლი არის n-ჯერ a-ში ნახევარი პლუს 1 შეფარდებული n პლუს 1-ზე. აი ეს არის გადაადგილება, რამდენზედაც x-ი გადაადგილდება. კარგით, ახლა შემდეგი ამოცანა 500 მერვე ამოცანა. ორივე მხრიდან ღია 60 სანტიმეტრი სიგრძის მინის მილი ჩაუშვეს ვერცხლისწყლიან ჭურჭელში. მისი სიგრძის 1/3 სიმაღლეზე. შემდეგ დახურეს მილი ზევიდან და ამოიღეს ვერცხლისწყლიდან. რა სიმაღლის ვერცხლისწყლის სვეტი დარჩება მილში? ატმოსფერული წნევა 76 სანტიმეტრი ვერცხლის სვეტის ტოლი არის. ესე იგი, მოცემულია მილი, რომლის სიგრძე L არის 60 სანტიმეტრი, ის ჩაუშვეს წყალში A-ში უდრის 1/3 სიგრძის, აი მილის სიგრძის 1/3 მანძილზე, მერე დაახურეს თითი და ამოიღეს ზევით ვერცხლისწყლიდან. და უნდა ვიპოვოთ, რამდენი ვერცხლისწყალი დარჩება, თუ ატმოსფერული წნევა 76 სანტიმეტრი ვერცხლისწყლის სვეტის ტოლი არის. ნუ გვეკითხებიან x, ნუ მოდით x-ით აღვნიშნოთ, რა სიმაღლის ვერცხლისწყალი დარჩება. მოდით დავხატოთ ეს იგი, ეს აი ნახეთ, ეგეთი მილი იყო. ესეთი მილი იყო. ჩაუშვეს ეს მილი ვერცხლისწყალში, აი ნახეთ, თქვათ აქ ვერცხლისწყალი არის და ჩაუშვეს ისე, რომ 1/3 ვერცხლისწყალში არის. ეხლა ორივე მხრიდან თუ ღია არის, ვერცხლისწყალი შიგნით და გარეთ ერთ დონეზე იქნება თავიდან. აი ეხლა ამას როცა დავახურავ თითს, ეს იგი ეს ნიშნავს, რომ გადავკეტე მე ეს. აი აქ მყოფი ჰაერი ჩაიკეტება. ეხლა აქ შიგნით მილში 1/3 იყო შესული შიგნით, ესე იგი ვერცხლისწყალი, მაგრამ რო ამოვიღებ გარეთ, ნაწილი გადმოიღურება და რაღაცა სიმაღლის ვერცხლისწყალი აი დარჩება. აი ამას მეკითხებიან, აი ეს რამდენი დარჩაო? ეს არის x-ი. ხო, ეხლა რატო არ გადმოიღურება მთლიანად? ესე იგი, აი აქ მყოფი ჰაერი არის ატმოსფერული წნევის ქვეშ, ცხადია. ეხლა როცა დავახურავთ თითს და ამოვიღებთ ზევით, ეს ჰაერი გაფართოვდება, იმიტომ რომ ეს გადმოღურას იწყებს, არა? და წნევა შემცირდება აქა. რადგან წნევა შემცირდა, ეხლა აი ამ ქვედა დონეზე, აი აქედან ქვევიდან რა აწვება ამას? ატმოსფერული წნევა, ამიტომ ზევიდანაც იგივე უნდა იყოს ატმოსფერული წნევა. ეხლა ზევიდან რა ქმნის ამ ატმოსფერულ წნევას? აი ეს ჰაერის წნევა, ესე იგი P პირველი პლუს რho ვერცხლისწყლისა G x-ი. აი ეს არის ზევიდან რაც მოქმედებს აი ამ თავისუფალ დონეზე და გარეთ მხრიდან ამაზე მოქმედებს ატმოსფერული წნევა P0. ასე რომ აქედან მე ეს P პირველი წნევა შემიძლია ესეთნაირად გამოვსახო, რომ P პირველი ტოლი იქნება P0-ს მინუს რho ვერცხლისწყლისა G-ზე x-ზე. ეხლა აი ამ აირისთვის შემიძლია, რომელიც აქ ჩაიკეტა, შემიძლია ჩავწერო ბოილ-მარიოტის კანონი. ესე იგი, საწყისი წნევა ამის იყო P0, რამ მოცულობა ეკავა ვერცხლისწყალს? მოცულობა ეკავა, რადგან აქ 1/3 იყო შესული, ესე იგი 2/3 L გამრავლებული S-ზე, სადაც S არის ფუძის ფართობი. ეხლა ეს ტოლი არის რისი? აი ამ მდგომარეობაში წნევა აირის, ეს არის P0-ს მინუს რho ვერცხლისწყლისა G-ზე x-ი,
გამრავლებული, აი ახლა რა მოცულობა უკავია ჰაერს? ეს არის L-x-ი გამრავლებული S-ზე. ნუ ახლა ეს S-ები შემიძლია გავკვეცო. აი აქაც ზუსტად მოსახერხებელია, რომ ეს პენოლები წარმოვიდგინო ვერცხლის სვეტის სიმაღლის მეშვეობით. ეს კი პენოლი წარმოვიდგინო როგორც რho ვერცხლისა G-ზე H0. H0 არის ფაქტურად 76 სანტიმეტრი სანტიმეტრი არის H0. ხო, შევიტანოთ ახლა ამაში პენოლი, ესე იგი რho ვერცხლისა G-ზე H0 2/3 L უდრის რho ვერცხლისა G-ზე H0 მინუს რho ვერცხლისა G-ზე X-ი L-x-ზე. ახლა რho ვერცხლისა G-ზე გავა ჩხილებს გარეთ, ორივე მხრიდან გაიკვეცება და მექნება ეგეთი თანაფარდობა. 2/3 H0 L-ზე უდრის H0 მინუს X-ი L-x-ზე. ახლა აქ ნახეთ კვადრატული განტოლება გამომივა. ესე იგი 2/3 H0 L-ზე უდრის H0 L-ზე მინუს X L-ზე მინუს H დიდი 0 X-ზე პლუს X კვადრატი. ხო, მოდით ყველაფერი იქეთ ამ მხარეს გადავიტანოთ და მექნება ეგეთი განტოლება X კვადრატს მინუს X-ი L-ს პლუს H0 და ეს იქით გადავა, ესე იგი პლუს 1/3 H0 L-ზე უდრის 0-ს. ახლა L-ი 60 არის L-ს პლუს H0. L-ი არის 60 პლუს 76. ესე იგი ეს გამოვა 126. ხოლო 1/3 H0L ეს არის 1/3 60 76-ზე. ეს გაიკვეცება, ეს 20 არის. ესე იგი 2 5 1 1520. ესე იგი x კვადრატი მინუს 126 x-ი პლუს 1520 უდრის 0-ს. აი აქედან ამოხსნით ამ კვადრატულ განტოლებას და მივიღებთ პასუხს. ერთ-ერთი x-ი უარყოფითი იქნება და ამიტომ იმას შეიძლება არ იყოს უარყოფითი. მოკლედ ერთ-ერთი პასუხი რაღაცა მიზეზის გამო არ გამოგვადგება. მოკლედ ერთი პასუხი რაღაცა მოსაზრების გამო არ იუღარგებს. ისე ვარაუდობ, რომ შეიძლება მოხდეს, რომ აი მილის სიგრძეზე მეტი აღმოჩნდეს. მაშინ ცხადია, მაგ პასუხს აზრი არ ექნება. კარგით, ეხლა გადავიდეთ შემდეგ ამოცანაზე. ხუთას მეცხრე ამოცანა. ხუთას მეცხრე ამოცანა. ერთ ნახაზზე ააგეთ 9 და 18 გრამი წყალბადისთვის წნევის მოცულობაზე დამოკიდებულების გრაფიკი 273 კელვინი აბსოლუტური ტემპერატურის დროს. ესე იგი, გვაქვს მოცემული M1 არის 9 გრამი, M2 არის 18 გრამი და ერთ ნახაზზე უნდა ავაგოთ S V-ზე დამოკიდებულება. ტემპერატურა მოცემული არის 273 კელვინი. გაგახსენებთ, რომ წყალბადისთვის არის ეს მოცემული, ესე იგი H2 არის ქიმიური ფორმულა იმ აირის. ესე იგი
შევახსენებთ, რომ მდგომარეობის განტოლება PV არის μ-ზე RT. ეხლა μ-RT, ხო, μ არის 2-10 - კილოგრამი მოლზე. R არის უნივერსალური გაზის მუდმივა. ტემპერატურა მოცემული არის. აი ხა ნახეთ რა შესაქმე. ესე იგი, PSV-ზე დამოკიდებულება მუდმივი ტემპერატურის დროს ეს არის, ესე იგი, თქვათ, აქ წნევა არის, აქ მოცულობა არის მოცემული. ეს არის, ესე იგი, ჰიპერბოლა. ჰიპერბოლას ისთვის აქვს, რომ აი ჩვენ თუ ნებისმიერ წერტილს ავიღებთ აი ამ ჰიპერბოლაზე, დავუშვებთ პერპენდიკულარებს აქედან და ესე იგი V ღერძზე და P ღერძზე, შეხედეთ რა გამოვა, რომ აი ეს მონაკვეთი V არის, აქედან აქედამდე მონაკვეთი P არის. მათი ნამრავლი არის აი ამის ფართობი. ესე იგი, აი ამ წერტილში თუ ავიღებ, მექნება სხვა სიდიდეები, ეს იგი V სხვა არის, P სხვა არის, მაგრამ მათი ნამრავლი აი ეს ფართობია და მეორე მხრივ თუ ტემპერატურა მუდმივია და მასა მუდმივია, PS V-ზე ნამრავლი არის კონსტანტა. ასე რომ ეს გრაფიკი ის უნდა აიგოს, რომ ესე იგი ეს ფართობები იყოს ერთნაირი. ეხლა განსხვავება ის იქნება, როდესაც თქვათ ჩვენ ერთხელ 9 გრამი გვაქვს და მეორეჯერ 18 გრამი გვაქვს. აი ეს მარჯვენა მხარე 9 გრამის შემთხვევაში და 18 გრამის შემთხვევაში ორჯერ განსხვავდება. ამიტომ ეს გრაფიკი, მეორე გრაფიკი უფრო მაღლა იქნება, ცხადია დახატული ისეთნაირად, რომ ეს ფართობები, რომელიც მე ვთქვი, ორჯერ მეტი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ მასა ორჯერ მეტი გვაქვს. აი სულ ეს არის ამის ფილოსოფია, მეტი სხვა არაფერი. კარგით, 510 ამოცანა. აირის წნევის 0,9 მეგაპასკალით გადიდებისას მოცულობა შემცირდა 15 ლიტრით. წნევის 1,8 მეგაპასკალით გადიდებისას კი 20 ליტრით. იპოვეთ წნევის და მოცულობის საწყისი მნიშვნელობები. ჩავწეროთ რა იყო მოცემული. ესე იგი, თუ დელტა P არის 0,9 მეგაპასკალი, ესე იგი, მეგაპასკალი, ეს ნიშნავს 0,9 ხარისხად პასკალს. მოცულობა შემცირდა 15 ლიტრით. დელტა V არის 15 ლიტრი. ანუ 15-10 - ხარისხად მეტр კუბი. ხოლო წნევის ეხლა ეს და დელტა P1, დელტა V1 არის. ხოლო თუ დელტა P2-ით გაიზრდება წნევა, ესე იგი, რომელიც არის 1,8 მეგაპასკალი, ეს არის 1,8 ხარისხად პასკალი, მოცულობა დელტა V შემცირდება 20 ლიტრით. ანუ 20-10 - ხარისხად მეტр კუბით. უნდა ვიპოვოთ წნევის და მოცულობის საწყისი მნიშვნელობები. გვეკითხებიან P0 და საწყისი წნევა და V. ხო, ჩავწეროთ, ესე იგი, ორჯერ უნდა დავწეროთ ბოილ-მარიოტის კანონი. ეს საწყისი წნევა P0-ით გვაქვს აღნიშნული, მოცულობა V-ით. ესე იგი, P0 გამრავლებული V-ზე, ეგ არის წნევა გავადიდეთ დელტა P1-ით. ამიტომ ეს არის P0 პლუს დელტა P1, მოცულობა შემცირდა 15 ლიტრით. V მინუს დელტა V1. ეს პირველი განტოლება გვაქვს. მეორე განტოლება არის ეგეთი P0V არის P0 პლუს დელტა P2 V-ს მინუს დელტა V2. აქ ესე იგი, ჩვენ შეიძლება ესეთი გზით წავიდეთ, რომ წნევა მოდით მეგაპასკალებში გქონდეს და მოცულობა litrებში. ეხლა მაინც არ არის კაი ვარიანტი, ეხლა წესი არ არის, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ეგეთი ხერხი გამოვიყენოთ, ესე იგი და შეიძლება დავწეროთ ეგეთი რაღაცა, რომ აი
პენოლი პენოლი და V გვაქვს მოსაძებნი, ესე იგი პენოლ V უდრის P0 plus 0,9 V-ს -15. Აკი P0V არის P0 plus 18, უпростоოდ 1.8 V-ს -20. ნუ გავხსნათ ესე იგი აქ ჭხილები და გადავამრავლოთ ესე იგი P0V ჯერ პირველი არის P0V plus 0,9V minus 15 P0 ესე იგი minus 0,9 გამრავლებული 15-ზე. ნუ ქვედა განტოლებაში ესე იგი P0V არის P0V plus 1.8 V minus 20 P0 და minus 1.8 20-ზე გამრავლებული. ნუ აქ P0V-ები გაიკვეცება, აქაც გაიკვეცება და ნუ ზედა განტოლებაში მაქვს ეგეთი 0 არის 0,9V minus 15 P0 minus ნუ ესე იგი ეგ რამდენი იქნება 0,9-15-ზე რო გავამრავლოთ 45 და 135 13.5 ზევით და ქვევით მექნება 0 უდრის 1.8 V minus 20 P0 ეს კი არის 3.0 ეს არის 26 მეორე 1.8 20-ზე რო გავამრავლოთ. ხო, ნუ მაქვს აი ესეთი განტოლებები, ხო? ნუ მოდით ეს რო ამოხსნათ ეს განტოლებები, მე შემიძლია ზედა განტოლება 2-ზე გავამრავლო. მექნება 0 უდრის 1.8 V 1.8 V minus 15 კი არა, ბოდიში 30 P0 minus 27 აქ ნუ ქვედას არაფერზე არ ვამრავ 0 არის 1.8 V minus 20 P minus 26, ხო? მოდით გამოვაკლოთ ქვედა განტოლება, ზედა განტოლება. 0 უდრის, აი 1.8-ები გაიკვეცება minus 20 P minus 26 plus 30 ნუ P არის P0, 30 P0 plus 27. ესე იგი ეს გამომივა აქ 10 P0 და 36-27 რო გამოვამრავლო, ისე გამოვაკლო, ესე იგი მექნება -9, 9 იქით გადავა, ესე იგი 9 უდრის 10 P0-ს, ასე რომ P0 გამოვა 9/10. ნუ ეს გამოვა 0.9. ნუ ხო მე ერთ-ერთში შევიტანოთ ეს თქვათ ერთ-ერთ განტოლებაში და აქედან V-საც დავადგენ. ახლა ეს მეგაპასკალებში არის, ესე იგი ეს არ დაგვავიწყდეს და V გვაქვს იმაში, რა ქვია, ლიტრებში. ნუ P0 გამოგვივიდა 0,9. ნუ ახლა თქვათ მაგალითად მოდით პირველში შევიტანოთ, ესე იგი 0 უდრის 0,9 V-ს minus 15 გამრავლებული 0,9-ზე minus 13.5, ხო? ახლა ეს ყველაფერი მარჯვნივ გადავა, ესე იგი 0,9V უდრის 15 გამრავლებული 0,9-ზე plus 13.5. ახლა 15 ეს 13.5 არის, ხო? 0,9V იქნება 27 და V გამოვა 3 სტოლი. უпростоოდ 30 სტოლი ბოდიში. აი დავადგინეთ ჩვენ ეს იგი P0 და საწყისი მოცულობა. კარგით, 511.
რას უდრის ავტომანქანა ვოლგას კამერაში ჩატუმბული შეკუმშული ჰაერის სიმკვრივე 0 გრადუს ცელსიუსზე. თუ მისი 0.17 მეგაპასკალი წნევის თუ ის 0.17 მეგაპასკალი წნევის ქვეშაა ატმოსფერულის დამატებით. ესე იგი, ჩავწეროთ აბა მოცემულობა. ჰაერი გვაქვს, ესე იგი, μ არის 29 მინუს 3 ხარისხად კილოგრამი მოლზე. ჰაერის ტემპერატურა T არის 0 გრადუს ცელსიუსი, მე პირდაპირ კელვინებში ჩავწერ, 0, ესე იგი 273 კელვინი და წნევა არის, ესე იგი 0.17 მეგაპასკალი წნევის ქვეშაა ატმოსფერულის დამატებით, ესე იგი დამატებითი წნევა ატმოსფერულზე დამატებითი წნევა არის ეგ. ხო, ნუ P არის 0.17 მეგაპასკალი. ესე იგი 0.17 10 ხარისხად პასკალი. ნუ რისი ტოლი არისო სიმკვრივეო. ნუ გავიხსენოთ PV არის m μ-ზე RT. ნუ ორივე მხარე V-ზე გავყოთ 1V, აქაც 1V, აქ V-ები გაიკვეცება, m R-ზე კი როს მომცემს. P იქნება ρ μ-ზე RT. აი ამ ფორმულიდან ρ იქნება P μ შეფარდებული RT-ზე. აი ესეთი ფორმულით შეგვიძლია ვიპოვოთ სიმკვრივე. 512. რა მოცულობას დაიკავებს აირი 77 გრადუს ცელსიუსზე? თუ 27 გრადუს ცელსიუსზე მისი მოცულობა 6 ლიტრი იყო. ჩავწეროთ ესე იგი, ტემპერატურა თქვა T პირველი არის 77 გრადუს ცელსიუსი, T მეორე არის 27 გრადუს ცელსიუსი. და V მეორე იყო 6 ლიტრი. ნუ ესე იგი V პირველს გთხოვენ, ეს 77 გრადუს ცელსიუსზე გთხოვენ იმას რა ქვია მოცულობას. ნუ აქ აშკარად იგულისხმება ამ ამოცანაში, რომ პროცესი მიმდინარეობს მუდმივი წნევის პირობებში. ამ შემთხვევაში სამართლიანია ეგეთი ფორმულა V1 ისე შეიფარდება T1-ს, როგორც V2 T2-ს. ნუ ეს კანონი შეგიძლიათ მიიღოთ მდგომარეობის განტოლებიდან. PV არის m μ RT. ეს რო დაწეროთ თქვენ ორი მდგომარეობისთვის, და ჩათვალოთ, რომ წნევები ერთნაირია და რა თქმა უნდა რაოდენობა გაზის მასა და მისი გვარობა იგივე არის, თქვენ შეგიძლიათ ამას მიიღებთ ძალიან მარტივად. ეს რო გაყოთ ერთმანეთზე, ესე იგი V1 V2-თან არის T1 T2-თან. ან რაც იგივეა, რაც მე დავწერე, V1 T1 არის, V2 T2. ასე რომ აქედან V პირველს მარტივად იპოვით. T1 T2-თან გამრავლებული V2. ნუ მართალია ეს უნდა გადაიყვანოთ კელვინებში. კარგით, ახლა 513 ამოცანა. ნუ აქ რაღაცა ცდა არის მოცემული და მოდით ვნახოთ ეს რა ცდა არის. ნუ მე პრინციპში წავიკითხე და აგიხსნით, ესე იგი, აი თქვათ ეგეთი კოლბა არის, აქ არის მილი და აქ გახსნილი მილი არის ჩადგმული კოლბაში. ხო და აქ ჰაერი იმყოფება, ესე იგი, აქა და გააცხელეს, ესე იგი, აი აქ ცეცხლი შემომთეს და ნუ რაღაცა ტემპერატურამდე გაცხელდა, ესე იგი, ეს
მე რო გადმოაბრუნეს ეს კოლბა და ჩადგეს ესე იგი წყალში აი ესეთნაირად ხო აქედან დაიწყო წყალმა აქ ასვლა და 20%-ით მოცულობა დაიკავა 20%-ით აავსო ეს კოლბა. ეს ნიშნავს, რომ მოცულობა შემცირდება 20%-ით. ესე იგი, აქ მოცულობა თუ V იყო ჰაერის. ეხლა აქ იქნება V-ს მინუს 0.2 V, ანუ 0.8 V არის. ეხლა აქ ცხელი არის, ესე იგი, ამიტომ V შეფარდებული T პირველთან უდრის ეხლა აქ შემცირებული ესე იგი მოცულობა 0.8V შეფარდებული T მეორესთან. ნუ T მეორე უფრო პატარაა ერთი, იმიტომ რომ ეს გაცივდა და წნევა შემცირდა და ამიტომაც ავიდა ეს ჰაერი. ისა წყალი შიგნით. ეხლა აქ რა თქმა უნდა იმაზე ლაპარაკი რომ აქ რაღაცა ეხლა წყლის სიმაღლეს და იმის გათვალისწინებას აზრი არ აქვს. ესე იგი აქ პირდაპირ შეგვიძლია ეს მოცულობა დავადგინოთ, ესე იგი ეს არის 0.8V-ი, ჰაერს რაც უკავია და აი ამ ფორმულით შეგვიძლია დავადგინოთ რა ტემპერატურამდე იყო გაცხელებული. ეს კი T პირველს გთხოვენ. ეს კი T პირველი ამ ფორმულის თანახმად იქნება T2 აქ V-ები გაიკვეცება გაყოფილი 0.8-ზე. აი ეს არის ესე იგი ეს ამოცანა. 514 ამოცანა. ჰაერის ტემპერატურა ცილინდრში 7 გრადუს ცელსიუსია. T პირველი არის 7 გრადუს ცელსიუსი. აქ ნახაზი არის და გეტყვით. რამდენით გადაადგილდება დღუში თუ ჰაერს 20 კელვინით გავახურებთ. დელტა T არის 20 გრადუსი ნუ კელვინი წერია არ აქვს მნიშვნელობა, გინდა კელვინი, გინდა ცელსიუსი, დელტა T არის. ხოლო L არის ესე იგი 14 სანტიმეტრი. რამდენით გადაადგილდებაო დღუშიო? ნუ X-ით აღნიშნოთ. ეს არის კითხვის ნიშანი. ნახეთ როგორი სურათი არის. ესე იგი ეს არის იმ ცილინდრში მოთავსებულია ეს დღუში, აქ არის ჰაერი და აი ამ ჰაერის საწყის ტემპერატურა იყო 7 გრადუსი. ახლა კელვინებში T პირველი იქნება 7 პლუს 273, ეს არის 280 კელვინი, ხო? თავიდან უკავია, ხო ეს არის თქვათ L საწყისი სიგრძე. ნუ აქ წნევა ყოველთვის, რადგან დღუში თავისუფლად მოძრაობს, გარეთ წნევა შიდა წნევის ტოლი არის, ამიტომ წნევა კონსტანტა არის. იზობარული პროცესია. ამიტომ აქ იმუშავებს გეილუსაკის კანონი, რომელსაც ჩვენ ადრე წერდით. ეს კი V პირველი შეფარდებული T პირველზე იქნება V მეორე T მეორეზე. ეს კი V პირველი არის S L, V მეორე არის S L plus X. ამიტომ აქ რო შევიტანთ, ესე იგი S L T პირველზე უდრის S L plus X T მეორეზე. ხოლო T მეორე ეს არის 20 გრადუსით გაზრდილი ტემპერატურა, ანუ იქნება 300 გრადუს კელვინი. ესები გაიკვეცება და აქედან X მარტივად ვიპოვეთ. ნუ რა L plus X იქნება T2 T1-ზე L-ზე და X იქნება T2 T1-ზე L-ზე minus L. ეს იქნება ჩვენი პასუხი. ეს იყო 514 ამოცანა. ხო, ეხლა 515 ამოცანა. ტემპერატურის 60 კელვინით გადიდებისას აერის მოცულობა 1 ლიტრით გაიზარდა. რამდენით გაიზრდება მოცულობა საწყისთან შედარებით, თუ ტემპერატურა კიდე 30 გრადუსით გაიზრდება. მოდი ჩავწეროთ, ესე იგი, თუ დელტა T იყო 60 კელვინი, მოცულობა დელტა V არის 1 ლიტრი. 1 ლიტრით გაიზარდა.
რამდენით გაიზრდება მოცულობა საწყისთან შედარებით, თუ ტემპერატურა კიდე 30 გრადუსით გაიზრდება. ეს იგი დელტა T1 არის, დელტა T2 არის 30 კელვინი. ხო, ну ეს იგი დელტა V მეორეს გთხოვენ. ну მოდით თქვათ ჯერ აქ იგულისხმება ისევ და ისევ, რომ წნევა უცვლელი არის. ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ, რომ V პირველი შეფარდებული T პირველთან, ეს არის V მეორე შეფარდებული T მეორესთან. V2 არის რაც იყო თავიდან V-ს პლუს დელტა V, დელტა V პირველი. ხოლო T მეორე ეს არის T პირველს პლუს ეს დელტა T. დელტა T პირველი. ეხლა მეორე მდგომარეობა არის. მეორე მდგომარეობა კიდე 30 გრადუსით გაზარდეს, ესე იგი, რა ქვია, ტემპერატურა. ასე რომ ჯამში გაიზარდა 90 გრადუსით. ესე იგი, ეხლა ისევ პირველი მდგომარეობა, მოდით მესამე მდგომარეობას შევადაროთ. ესე იგი, V პირველი, T პირველი იქნება V მესამე, T მესამეზე. ესე იგი, T მესამე უდრის T პირველს პლუს აი დელტა T1 პლუს დელტა T2, რომელიც არის 90 კელვინი და V3 ეს არის V-ს პლუს დელტა V2. ასე რომ ჩვენ დელტა V2-ს გთხოვენ ამ ამოცანაში. ну ახლა შევიტანოთ ესე იგი ამ გამოსახულებებში და ვნახოთ რა გამოვა. ესე იგი V პირველი შეფარდებული T პირველზე, აი ჯერ ამ პირველ განტოლებაში შემაქ. ეს არის ეს მოდი V პირველი დავნიშნოთ. V პირველი პლუს დელტა V პირველი შეფარდებული T პირველი პლუს დელტა T პატარა პირველი. ეხლა აქედან მოდი ჯვარედინად გადავამრავლოთ. ესე იგი V პირველი T პირველი პლუს დელტა T პირველი უდრის T პირველი V პირველი პლუს დელტა V პირველი. გავხსნათ ეს ფრჩხილები. V პირველი T პირველი პლუს V პირველი დელტა T პირველი უდრის T პირველი V პირველი პლუს T პირველი დელტა V პირველი. აი ეს წევრები გაიკვეცება და აქედან მივიღებთ V პირველი დელტა T პირველი უდრის T პირველი დელტა V პირველი. ეხლა მოდით ეს მეორე განტოლებაში შევიტანოთ. ну ხოლო T პირველს პლუს T მეორე დელტა T3-ით, დელტა T პირველს პლუს დელტა T მეორე აღნიშნავ დელტა T3-ით. აქ დავწერ T პირველი პლუს დელტა T3. ხო, ესე იგი V პირველი T პირველზე უდრის V პირველი პლუს დელტა V2, ეს რაც საძებნი გვაქვს, T პირველი პლუს დელტა T3. ისევ გადავამრავლოთ ჯვარედინად. V პირველი T პირველი პლუს დელტა T3 უდრის T პირველი V პირველი პლუს დელტა V2. გავხსნათ ეს ფრჩხილები. V პირველი T პირველი პლუს V პირველი დელტა T3 უდრის T პირველი V პირველი პლუს T პირველი დელტა V2. ეს T პირველი V პირველები ორივე მხარეს გაიკვეცება და აქედან მივიღებ V პირველი დელტა T3 უდრის T პირველი დელტა V2. ასე რომ ეხლა ნახეთ ეს ერთი განტოლება მივიღეთ წინა გამოთვლებიდან, ეს მეორე. მოდით ერთმანეთის ერთმანეთის ქვეშ ჩავწეროთ. V პირველი დელტა T პირველი უდრის T პირველი დელტა V პირველი. ეხლა ეს ქვედა V პირველი დელტა T3
უდრის t პირველი დელტა v2. გავყოთ ერთმანეთზე, v პირველი v პირველთან გაიკვეცება t პირველი t პირველთან, მივიღე დელტა t პირველი დელტა t3-ზე უდრის დელტა v1 დელტა v2. დელტა t პირველი ეგ იყო 60, დელტა t3 არის 90, ეს არის დელტა v1 დელტა v2-ზე. ნუ ესენი გაიკვეცება 30-ზე, ეგ 2, 3, ესე იგი 2 მესამედი არის დელტა v1 დელტა v2-თან. ანუ დელტა v2 იქნება 3 მეორედი დელტა v1. ნუ დელტა v1 1 ლიტრა არის, ესე იგი ლიტრა ნახევარი დელტა v2 გამოვა 1.5 ლიტრი. ესეთი პასუხი გვაქვს. ხუთას მე-16 ამოცანა. განსაზღვროთ ჰაერის საწყისი ტემპერატურა, თუ მისი 3 კელვინით გახურვებისას მოცულობა გაიზარდა საწყისის 1%-ით. ესე იგი, ჰაერი არის ახლა აქ მოცემული, ესე იგი, თუ დელტა t არის 3 კელვინი, დელტა v არის 1%, ანუ 0.01 v საწყისისა. ხო, ნუ ახლა აქ უნდა გავიგოთ საწყისი ტემპერატურა. t პირველი არის კითხვის ნიშანი. ნუ დავწეროთ v საწყისი v შეფარდებული საწყის ტემპერატურაზე t1-ზე არის მერენდელი მოცულობა, მერენდელი არის v-ს პლუს ესე იგი 0.01 v შეფარდებული t1 პლუს დელტა t. ნუ ეს შემიძლია გადავწერო ესეთნაირად v1 პლუს 0.01 t1 პლუს დელტა t-ზე. ნუ ახლა ეს v-სთან გაიკვეცება და მივიღე 1 შეფარდებული t1-ზე არის 1.01 შეფარდებული t1 პლუს დელტა t. ანუ t1 პლუს დელტა t არის 1.01 t. ნუ ეს შემიძლია გადავიტანო ეგეთ ხარეს და დელტა t იქნება 0.01 t. ანუ t არის დელტა t შეფარდებული 0.01-ზე. ხუთას მე-17 ამოცანა. რა დამოკიდებულება არსებობს აირის სიმკვრივესა და აბსოლუტურ ტემპერატურას შორის იზობარული პროცესის დროს. ნუ დავწეროთ, რომ PV არის m-ზე RT. ორივე მხარე მოცულობაზე რო გავყო, მექნება P არის ρ შეფარდებული μ-ზე RT. ახლა აქედან ρ არის P-μ შეფარდებული RT-ზე. თუ პროცესი იზობარული არის, აი ეს სიდიდეები P, μ და R, ნუ μ და R ისედაც მუდმივები იყო და P მუდმივი არის, ამიტომ ρ იქნება T-ს უკუპროპორციული. ხუთას მე-18 ამოცანა. რა ტემპერატურამდე უნდა გავახუროთ ნორმალური წნევის ჟანგბადი, რომ მისი სიმკვრივე ნორმალურ პირობებში მყოფი აზოტის სიმკვრივის ტოლი გახდეს. ნუ ჩავთვალოთ, რომ რ აზოტისა მოცემული გვაქვს, რაღაცა არის. და გვაქვს ესე იგი ჟანგბადი. აი დავწეროთ კავშირი წნევასა, სიმკვრივესა და ტემპერატურას შორის. P არის ρ შეფარდებული μ-ზე RT, როგორც მე წინა ამოცანიდან ვნახე. ხო, ჩვენ გითხრეს, რომ
ნორმალური წნევა ეს ნიშნავს, რომ P უდრის P0-ს, ანუ ატმოსფერულ წნევას, ანუ 10-ის მეხუთე ხარისხად პასკალს. ნუ μ ვიცით, რომ არის ჟანგბადი, ესე იგი O2, ეს არის 32 10 - 3 ხარისხად კილოგრამი მოლზე შეფარდებული და რო აი ამ ჟანგბადისა უნდა გახდეს აზოტის ჟანგბადის ტოლი. რა ტემპერატურაზე მოხდება. ესე იგი აქედან რო იქნება P μ RT, ეს რო შეგვიძლია რო აზოტით შევცვალოთ, რო აზოტის, რომელიც ცხრილში უნდა ვნახოთ, P0 μ RT, აქედან ტემპერატურას დავადგენთ. P0 μ R რო აზოტის. აი ამ ტემპერატურაზე გაუტოლდება სიმკვრივე ჟანგბადისა აზოტის ნორმალურ სიმკვრივეს. ხო, ეს იყო 518 ამოცანა. ეხლა 519 ამოცანა. რა მასის ჰაერი გამოვა V უდრის 60 კუბური მეტრი მოცულობის ოთახიდან ტემპერატურის 280 კელვინიდან 300 გრადუს კელვინამდე აწევისას ნორმალური წნევის დროს. ნუ ჩავწეროთ მოცემულობა. ოთახის მოცულობა არის 60 მეტრი კუბი. ნუ წნევა არის ატმოსფერული სტოლი, P არის P0, რომელიც 10-ის მეხუთე პასკალი არის. ტემპერატურა საწყისი იყო 280 კელვინი. ნუ შემდეგი ტემპერატურა არის 300 კელვინი. და რა მოცულობის ჰაერი გამოვა. ნუ დელტა M არის კითხვის ნიშნის ტოლი. ნუ ჩავწეროთ მდგომარეობის განტოლება. PV არის M μ-ზე RT. აი მოდი ვნახოთ, რომ თუ ვიცით ჰაერის მოცულობა, ეს ოთახის მოცულობის ტოლია, წნევა ჰაერისა ატმოსფერული წნევის ტოლია, ტემპერატურა არის და ჰაერი არის. ნუ მივც ვიცით, ესე იგი. აქედან შეიძლება გავიგოთ რა მასა აქვს ამ ჰაერს. ეს მოდით M პირველით აღვნიშნოთ. ეს არის P0 V μ შეფარდებული RT პირველთან. ხო, მეორე მდგომარეობაში, როცა ტემპერატურას გავსდით და წნევა იგივე იქნება, P0 ოთახის მოცულობა არ შეიცვლება, μ-ც არ შეიცვლება, იგივე ჰაერი არის RT2. აი ეს რა მასა გამოვა M პირველს მინუს M მეორე, ეს არის რაც გავა გარეთ. ანუ P0 V μ R-ზე 1 T პირველს მინუს 1 T მეორე. აი ამდენი მასა გავა გარეთ.